მოგესალმებით მეგობრებო დილამშვიდობისა. ვუყურებ სიტუაციას და აი მართლა მე პირადად მართლა გული მткиვა. მე მეგონა საქართველოში იმდენად დიდი პრობლემა დგას აქ. იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ და გადაშენების წინაშე ვდგავარ, რომ ყველა ქართველი ერთი მეორის წყენას დავივიწყებდით და შეურიგდებოდით, ჩავიხუტებდით ერთმანეთს, გულში ჩავიკრავდით, ბოდიშს მოუხდიდით, არავინ არ თქვას, რომ საპატიებელი ჩვენ ერთმანეთთან არაფერი არ გვაქვს. ძალიან ბევრი რამე გვაქვს. თუნდაც ის ელემენტარული, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, ჩვენ ერთმანეთი არ გვინდა, ეს ყველაზე დიდი უბედურება. თუნდაც ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ უგებთ. გვაქვს სათქმელი ძალიან ბევრი რამე. და უყურებ სიტუაციას და იმის მაგივრად, რომ ქართველი ხალხი ერთად ვიდგეთ, დაცალკევებულები ვართ, ბიჭო. ერთი არის და იქითკენ თავისას მოისთხოვს, მეორე არის და იქით თავისას მოითხოვს, მესამე არის და ყველა თავისას მოითხოვს. ერთი არნი, რომ მე მინდა ვიყო, მეორე იძახის, მე მინდა ვიყო, მესამე იძახის, მე მინდა ვიყო თუ უნდა მიდო. მასე არ გამოვა ხალხო, მასე არ გამოვა. ერთმანეთთან თუ არ ვისაუბრეთ, ჩვენ რომელ დიდ მტერთან უნდა ვისაუბროთ. ამით ხო ჩვენ სიტუაციას უქმნით მტერს ისე რომ თუნდაც საშინაო მტერს და თუნდაც საგარეო მტერს, რომ ეს ხალხი კაცო დაცალკევებულია. 1,200,000 ქართველი არის და ესენი ვერ ლაპარაკობენ ერთად და ამათმა რა უნდა გააკეთონ. ეს ხო ლოგიკური არ. რისი პრეტენზია გვაქვს საერთოდ? რისი პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ ვინმეს რაიმეზე დაულაგდეთ საერთოდ, როცა ერთმანეთში ვერ ვლაგდებით ქართველები. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მდგომარეობა დგას, რომ რავი, ხვალ და ზეგ შეიძლება საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა ისეთი კატასტროფაზე მივიდეს, რომ მართლა სამუზეუმო ექსპონატებად გადავიქცეთ. და აქ რა ვიცი, აი ვიდეოები იდება, ხო რა დღეში არიან ეს ბოზიშვილი არაბები რა ბოდიში რა. მე ძალიან კარგად ვიცნობ მაგ ხალხს, ძალიან კარგად ვიცნობ და რამდენად ჩათლახები არიან კარგად ვიცი. ბევრმაც იციან, უბრალოდ აროჩი. და იმის მაგივრად გვერდჩვერდით არ აქვს. მე მიმაჩნია. სანამდე ქართველიერი არ გავერთიანდებით, მეგობრებო, ეროვნულად მოაზროვნე ქართველნო, ყველა პარტიას შეიძლება ლიდერშიპი არ ყავდეს ეროვნულად მოაზროვნე და რაღაცა სხვა ინტერესები ქონდეს, მაგრამ ხო არსებობენ იქ ჩვეულებრივი რიგითი ხალხი, რიგითი ჩვეულებრივი ადამიანები, ვინებიც ეროვნულად ფიქრობენ, კაცო. ყველა პარტიაში არსებობს იმ რაღაც ეროვნულად მოაზროვნე ქართველი ადამიანები, ვინებსაც არ უნდა. აი ეს არაბული ინვესტიციები. უბედურება ისა, რომ არავის არ უნდა და არავინ არ ვლაპარაკობთ ერთმანეთთან. აი ეგ არის უბედურება. ეს იქამდე მიგიყვანს, რომ ღმერთი არ დაგვეხმარება. უფალი არ დაგლოცავს, უფალი ხელს არ მოგვიმართავს, სანამდე ერთობით, ერთმანეთთან კომუნიკაციით არ შევდგებით და ერთმანეთის სიყვარულით არ ვიზავთ ამას და ერთმანეთის შენდობით არ დაუდგებით ქვეყანას გვერდში. კაცო, აი იმან ისე ის გვაგინებდა, ის იცი რა დღეში იყო, ის იცი რა დღეში იყო. და რა გამოდის ეხლა, რომ ვიღაცა ადრე თუ იგინებოდა და თუ რაღაცა იყო და რა მნიშვნელობა აქვს, ხო? იმას მერე მოვთხოვოთ, კაცო, პასუხი იმის გამო, რომ იგინებოდა. რატომ ვაყინებთ სიტუაციას ისე, რომ ჩვენ მამა აბრანების ბატკნები ვართ და მაგარი ხალხი ვართ, კაცო. ეს აპარტავნობა არის. გიორგი სააკაძემ რამდენი ქართველი თუნდაც თავისი ხანჯლით შეიწირა, რამდენი შეიწირა. მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც დადგა ის სიტუაცია, რომ ქვეყანას უჭირდა, თავისი შვილის თავი დადო შახტა
და უღალატა შაქს და გვერდში დაუდგა საქართველოს. რამდენი საკუთარი ხანჯლით იყო ასისხლული გიორგი სააკაძის ხანჯლით ქართველი. მაგას ისტორია არ ჩაგიწერს. მაგრამ მასე იქნებოდა. შახის კარზე რომ მსახურობდა ადამიანი აბარა იქნებოდა. მაგრამ დღეს ძეგლი უდგას და სადიდებელია მისი სახელი და მისი სული. იმიტომ რომ იმ მომენტში, როცა იმ კუთხის ქართველობის ერთობა დგებოდა და მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხავი ყოფნა არ ყოფნის სიტუაცია იყო, მაშინ დაუდგა გვერდში. მაშინ ივაშკაცა იმ ადამიანს. მარტყოფი და მარაბდა. მოიგო ეს ბრძოლები. მოგებული ბრძოლა იყო, მარაბდა ფაქტიურად, მაგრამ მე საბოლოო ჯამში სიხარბემ წასძლია ქართველებს და მაგით სწავლა. ერთობა სანამ არ იქნება ჩემო ზურფასებო, მანამდე არ გვეშვენია. აბა კარგად.